მადლობისა მეგობრებო. როგორ ახალ, როგორ კარგად უნდა იყოთ, კარგად, ხასიათზე მოტივირებულები და გემრიელები რო იყვნენ. ჩვენ გუშინდელი დღის შემდეგ, როგორც ვთქვით, ეს ვაპირებთ მუზეუმში მისვლა, ყაჩაღის მუზეუმში მისვლას, მაგრამ სანამ მივვალთ, ეხლა მე ვიმყოფები ტეხასში. ეხლა ტეხასში დამთავრდება და გადავალ ნიუ-მეხიკოში. და სანამ იმ ადგილას მინდა პატარა ასეთი სიტყვაზე მინდა დავილაპარაკო. სიტყვა ყაჩაღზე. ნუ ფაქტურად ყაჩაღის მუზეუმში მივდივართ და გუშინდელი გარჩევის შემდეგ ხო ვთქვით, არსენა გმირი იყო თუ ყაჩაღი და თვითონ სიტყვა ყაჩაღი ყველას ეს უარყოფითად წარმოგვიდგენია, ხო? ნუ სიტყვათა ლექსიკონში რო შეხვიდე, ყაჩაღი არის ადამიანი, რომელიც ძალადობით იღებს ქონებას, ან იარაღით, ან მუშტით, ან ხმლით და ძალადობის აქსა ახორციელებს და იღებს ქონებას. და თავისთავად ყველა უარყოფითად ვთქვათ, მაგ პროცესის მიმართ უარყოფითად უყურებთ ამ პროცესს, ხო ამას წყალი არ გავა. პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ყაჩაღები არიან ადამიანები, ზოგჯერ უსამართლობიდან გამომდინარე გამოიქცა რაღაც სისტემას, ბატონს, პოლიციას, ვიღაცას და გავარდება ტყეში ეს ყაჩაღი და სამართლიანობის სახით, სწორედ სახელით ებრძვის მთავრობა და ასე შემდეგ და ადამიანები ამას დადებითად უყურებენ. მე ერთობა პროპაგანდა, ისა, ესა. ეხლა რა ვიცი, რობინ ჰუდი, არსენა, კაპო ყაჩაღი, შილერსაც აქვს ეს ყაჩაღების ისა. ნუ თემა ისეთი, რომ დღემდე მიდის მაგაზე დისკუსიები, მაგრამ საერთო ჯამში მაინც როცა ვამბობ სიტყვა ყაჩაღი, ეს არის უარყოფითი რამ. უარყოფითი რამ არის, მაგრამ არის მომენტები, რომ აგერ მუზეუმებს ხსნიან და აგერ ჩვენც მივდივართ ერთ-ერთ მუზეუმში, მოხსენებათ ამერიკა ვესტერნიზაცია რომ მოდიოდა, ნუ რას ნიშნავს ვესტერნიზაცია, ეს მე-19 საუკუნის გავრცელებული მომენტია 1830-დან მე-20 საუკუნის 1830-1900 წლამდე განვითარებული აღმოსავლეთ სანაპირო და ხალხი მოდიოდა ამ სტეპებში, ამ ტერიტორიაზე და იწყებდნენ ახალ ცხოვრებას და ძალიან გავრცელდა ძალადობრივი ელემენტები. და ეხლა ბევრი ასეთი ძალადობრივი ელემენტები, ანუ ყაჩაღები ისე მოხდა, რომ ლეგენდარული სახელი მოიპოვეს და მათზე ძალიან ბევრი წიგნებია დაწერილი, ბევრი კინოებია გადაღებული და უმეტესობა მოდი გულახდილად ვთქვა ჩვენც რომ ამერიკას ვეცნობით ხოლმე ფილმების შესახებ, უბრალოდ ახალგაზრდებს ეს მოგწონს ეს ვესტერნიზაცია, იარაღის ტარება, სროლა, მთელი ამბები და ნუ ვაჟკაცობის გამოხატვის ნიშანია. მაგრამ აი ესეთ ადამიანებს ამერიკაში ძალიან ბევრი მუზეუმებია ასეთი ადამიანების და ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ადამიანის მუზეუმში მივდივართ. ბილი პიტის მუზეუმი. ეს მუზეუმი ეს ის ადგილია, სადაც ის მოკლეს. და იქ არის ისი ნაქონი იარაღები, როგორც მე წავიკითხე და მივიდეთ და უკვე ამ მოძრაობაში და იმაში კი უკვე ადგილზე მოყვები მაგ ამბავს. როგორ გამოგვივა, გინდა არ გინდა ეს ამერიკის ისტორია, გინდა არ გინდა ამერიკელები პატივს ცემენ თუ არ ცემენ ასეთ ადამიანებს, რომ თქვენთვის მომინდია ეს ამბავი, ფაქტია რომ მუზეუმებს და ასეთ ისტორიულ ადგილებს მუზეუმებს უხსნიან ასეთ ადამიანებს. დანარჩენი ნახოთ როგორ იქნება, უბრალოდ როგორ გამოგვივა. ჩვენებური, გადავიღოთ ჩვენებურად და ჩვენებურ სტილში. ერთ-ერთი ყაჩაღის მუზეუმი. სანამ მუზეუმთან მივართ, მე მინდა ცოტა ასეთი წარმოდგენა შეგექნა და დღევანდელ დღესაც. ნუ მოგეხსენებათ ეხლა ტეხასი და ნიუ-მეხიკოს ულტრამალური შტატია და ძალიან აი დღესაც არის ბიზნესები. ეხლა ეს არის მაგალითად ხორბლის გასაშრობი წარმოება და თავიდან იქ არ იყო ასეთი განვითარებული. აი ეხლაც აი თვითონ მიტოვებულია, თვითონ ხალხი არ არის მიგდებული ადგილებია
და მაშინ წარმოიდგინეთ ეხლა მე-19 საუკუნეში რა იქნებოდა. მაგრამ ხალხი მოდიოდა და ბიზნესები კეთდებოდა რა. ხალხი ცხოვრობდა და აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. იმიტომ რომ ჩვენ ეხლა მუზეუმში რო შევართ, სანამ იქ შევართ, იქ ლაპარაკს დავიწყებთ ბილი კიდის ცხოვრების შესახებ და ბილი კიდი ასეთი განსაკუთრებული ტიპი კი იყო, მაგრამ მასა იმ ხალხის წარმომადგენელი იყო, რაც მაგ დროს ტრიალებდა. ბიზნესი, ყაჩაღობა, საქმეების გარჩევა და ასე შემდეგ. აი ეგერ მატარებელიც არის, ну, ერთად არის ეს ყველაფერი რა და უბრალოდ ეხლა თუ 21 საუკუნეში აი ესეთი სიტუაცია იყო, შეიძლება მაშინაც ასეთი იყო, მაგრამ ისეთი რაოდენობის საწარმოებები და ისინი არ იყო, მაგრამ ბიზნესი ასე თუ ისე ტრიალებდა, იმიტომ რომ იქ ერთი ომში ყველაზე დიდი სამწლიანი ომი მიდიოდა მაფიოზებს შორის, იმ დროინდელ მაფიოზებს შორის და ერთ-ერთი გმირიც ეს ჩვენი ბილი კიდი იყო. ნახეთ ახლა თითქოს არც შვილიარწმუნს მიტოვებული შენობებია, მაგრამ მაინც ხოვრება მიდის, მანქანები დადის, რაღაცები არის, რაღაცები კეთდება. ტეხასი, არიზონა და ნიუ-მექსიკო. ესეთი სტილის გარემოებაში ვიმყოფებით. აი ესე დადიოდა ხალხი, ახლა ეს ცხენი თუ დადის, ისა ფეხი თუ დადის. ჩვენ ახლა მანქანები დავდივართ, მაგრამ ჩვენ დროში ცხენებით და ულმებით და რავი ასეთი რაღაცებით დადიან. ჩვენ კიდევ დავდივართ კონდიციონერული მანქანით და ვათვალიერებთ მაკაურობას. всё, აი დასახლებული პუნქტი დავდა, უბრალოდ მაინც აი ზოგჯერ ჩახვალ ხოლმე და აი იმ დროის შეგრძნება რო გინდა შეიგრძნო რა, მაგარი რაღაცაა რა. ცხენები აღარ არის ისე, ცხენები უკვე როგორც ეგზოტიკური სატრანსპორტო საშუალებაა, თორემ მასიურად არ არის. და მანძილები, იმ მანძილებს, რასაც ჩვენ ახლა 1 საათში გავივლით, ისინი მთელი დღე უნდებოდნენ და 2 დღე და 3 დღე და ასე შემდეგ. ჰიგიენურად დაიცვა შენი ორგანიზმი. დადიოდნენ ზემოთ-ქვემოთ ის აჩაღი რომელიც ემალებოდა მთავრობას და ვიღაც ჯგუფებს იძულებული იყო, გაქცეული იყო, ან გამალული იყო, ან სადღაც ასული იყო და აი ესეთი მივშენა ეხლა ჩვენ მივდივართ ასფალტირებულ გზაზე და ადრე რა იყო, ასფალტი არ იქნებოდა რაღაც ტვერიანი გზა, ან აი ესე პირდაპირ მინდორველი უნდა გევლოდე. გრელებში და მურელებში და ასე შემდეგ. შეიძლება რომ მიფიქრია, მაინც ეთქობა სხვა ადრე სხვანაირი მენტალიტეტი იყო, მაინც უფრო გამძლეები იყვნენ, უფრო ამტანები იყვნენ. ეხლა დღევანდელ მე-10 საუკუნეში რო იცი ამდენი ტექნიკა და ამდენი საშუალებები გაქვს, იბოდია ლებაზე მინდრებში, ტყეღრე და მტვერში. ნუ ერთ სიტყვით კომფორტი ისე არ ადარდებდათ და ყოველ შემთხვევაში აი კინოებს რო უყურებენ ხოლმე, ზოგჯერ რო უყურეთ ხოლმე, მთელი ამბები ხალისიანებია და ზოგჯერ მიფიქრია, ასე ამ ტვერში და ამ უბედურებაში. როგორ იყვნენ ასეთი ხალისიანები, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში ყოველთვის უნდა ვიყოთ სიცოცხლის მოყვარულები. ისინი იმ დროში ცხოვრობდნენ, ჩვენ ამ დროში ცხოვრობთ. ამიტომ ყველაფერში უნდა ვეძებოთ კარგით. ანაჩერი ნახოთ აბა რა შემოგთავაზებს, რამდენი დაგვრჩა Fort Sumter. ასეთი ქალაქია Fort Sumter-ი, თუ თქვენ რუკასთან ზიხართ და თუ საშუალება გაქვთ, გადახედეთ რუკას. ნიუ-მექსიკოს ცენტრალურ ადგილას ვართ Fort Sumter. იმ დასახლებაში მოკლეს ეს ჩვენი ლეგენდა ყაჩაღი ლეგენდა 21 წლის ბიჭი ბილი კიდი. ქალაქი Fort Sumter. სამართო პროსტა აი ასე იწერება.
შემეშალა Fort Sumner. ეს სუმერი აქ ვერ დავე. Sumner, Fort Sumner. ქალაქი დასახლება მივდივართ ქალაქ დასახლებაში Fort Sumner-ში. მოვედით და დავიწყოთ აბა ჩემი ბურად როგორ გამოგვივა ესკურსია. ესკურსია ფიქრი და ფიქრები და სასურველი შედეგი. ასე გამოვიყვანოთ ეს ჩვენი ტური, ასე რომ ვთქვა. მიმყოფებით ნიუ-მექსიკოში და აგე დიდი სამბი წერია Billy the Kid Museum. ეხლა ეს პიროვნება, ასეთი პიროვნება, ეს არის 21 წლის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი სახელი მოიპოვა. და ეხლა ჩემ მეგობარს ვეუბნებოდი, ეხლა ვეუბნები მეთქი არსენა მარაბდეზე ხო ვისაუბრეთ და ცოტა ისე გამომივიდა, ვეუბნები ამერიკელ არსენასთან მივარ მეთქი, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ამათ ორივეს აერთიანებს ყაჩაღობა, მაგრამ ჩვენი არსენა უფრო ხალხზე ზრუნავდა, ხო? მაგრამ აი ეს ამერიკელი ყაჩაღები ცოტა უფრო სამართლიანობაზე მებრძოლი ხალხი იყო, ან ამის და მაგვარი, ან რაღაცის თავისი აზრის გატანა, მაგრამ შეიძლება მევცდები, მაგრამ ჩვენი არსენა მაინც უფრო ხალხზე მოფიქრალი იყო და ესენი არ ვიცი. ნუ ერთ სიტყვით ნახოთ და საინტერესო ის არის, რომ ამისთან ყაჩაღები ბევრნი იყვნენ ამერიკაში. მე შეიძლება შემდეგ სხვა ისინიც მე ვთქვათ ამ ყაჩაღებზე, მაგრამ ზოგადად მაინც ეს იმით არის ცნობილი, ეს ყველაზე ახალგაზრდა იყო ფაქტობრივად 21 წლის ასაკში მოკლეს აქა და ფაქტობრივად ეს მუზეუმი არის ის ადგილი, სადაც ეს ადამიანი მოკლეს, მაგრამ ცხოვრების წესით და სისტემით ემით ალბათ აქ ახლა ვნახავთ ამ მუზეუმში ყველაფერს და ნუ ჩვენებურად დავათვალიეროთ და მე შევაფასოთ ეს ამერიკელი კაუბოები არა, ეს ადამიანები, რომლებიც ყაჩაღობით ცდილობდნენ თავისი ამბის გატანას, ეს სადავაყენე, მარტო მე დავაყენე ეს ტრეილერი აკა. არა, უშავს ალბათ მეპატიება და ეს ადამიანები გმირები არიან, არ არის გმირები, ეს უკვე თქვენთვის მომინდია. დაჩენი შევხედოთ ბოლოს და ბოლოს ეს ამერიკის ისტორია და ამერიკელები ამაყობენ და მით უმეტეს ამერიკელებს როგორ უყვართ მუზეუმების და იმების ასე თქვათ გავცობა ეს ჩვენ ვიცით. Billy Kid's მუზეუმი. ეხლა სანამ მე შევალ აქამ, ნუ ჯერ გავეცნოთ ხო როგორი სიტუაციაა ტრამალები და ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ხართ მე-19 საუკუნეში და ტიპები აქ დარბოდნენ რა ქვია ცხოვრობდნენ, ცხენებით აკეთებდნენ, თავისი მიზნები ჰქონდათ და სანამ შევართ აქ, სანამ მე ვარ, მე პატარა გადავავლე თვალი ამ ბილის ისტორიას. ეს ბილი დაიბადა ნიუ-იორკში. ნიუ-იორკში დაიბადა და დედა უყვარდა ძალიან, ქეთი ერქვა და ჰქონდა მას ტუბერკულოზის ნიშნები ჰქონდა და ურჩიეს ექიმებმა, რომ ნიუ-იორკი დაეტოვებინა და წამოსულიყვნენ უფრო მშრალ ადგილას და დასახლდნენ სანტა-ფე. სანტა-ფე არის ასეთი ქალაქი ნიუ-მექსიკოში და სამწუხაროდ ამ ჰავამაც არ უშველა ამ დედას, ბილის დედას გარდაიცვალა და ხო, მამა გარდაიცვალა ჯერ და მერე თვითონ დედას გარდაიცვალა და ის დედა გათხოვილი იყო და დარჩა მამინაცვალი. და მამინაცვალს დარჩათ ორი შვილი და სამწუხაროდ ამ მამინაცვალმა ისე აიძულა, რომ ფაქტობრივად ბილი გააგდო სახლიდან. ეს არის 16 წლის ასაკში და დაიწყო ასე ვთქვათ ბილიმ უკვე ბოდიალი იმებში, ნიუ-მექსიკოს ტერიტორიაზე იქ გაიცნო, ერთ ადგილას დაიწყო მუშაობა, როგორც არის და ჭედერთან დაიწყო მუშაობა და ეს ჭედერი საკმაოდ ცუდი
მკაცრი ტიპი იყო რაღაცნაირი, რომელმაც ძალიან ცუდად ექცეოდა და ერთ-ერთი კონფლიქტის დროს ბილის ჩუბის დროს ეს შეეტაკა და შემოაკვდა ბილის ეს მჭედელი და გაიქცა სამართალ მმართველებს და დაიწყო უკვე ასე ვთქვათ ამ ტრამალებში ბოდიალი და მე მოყოლილია რომ აი ამ ტრამალებში დადიოდა ეხლა კი არის დასახლება, მაგრამ წარმოიდგინეთ იმ ცხენით მიდიოდა, მოდიოდა, როგორ ახერხებდა ამას არავინ ვერ გეტყოდა, მაგრამ და ამასობაში გაიცნო ბევრი ისეთი თავისნაირი ადამიანები, რომლებიც არაშრომით, არამედ მოპარვით, ყაჩაღობით ინახავდნენ თავიანთ თავს და მე აღწერენ რომ ეს ბილის რაღაცა შინაგანად არ მოსწონდა ეს ამბავი და ამასობაში რომ გამოიკვლიეს ბილის საქმიანობა აღმოჩნდა რომ გაამართლეს ვინაიდან ის მჭედელი მოკლა თავისი დაცვის მიზნიდან გამომდინარე და გაამართლეს და ისევ თავისუფლება მოიპოვა. დაიწყო ისევ მუშაობა ერთ ადგილას და იქაც რაღაც უსამართლო და რა ხდება? დაიწყო ერთ-ერთი მუშაობა და ამ დროს ბიზნესი ვითარდებოდა და ბიზნესმენებს შორის, ანუ ამ მეწარმეებს შორის ერთმანეთთან საქმეებს ურჩევდნენ ძალითა და იარაღით. და ბილიმ ერთ-ერთი თავის მეპატრონეს ასე თქვათ ხარი დაუჭირა და ერთ-ერთ ბრძოლაში სხვა თქვათ მის სადაც მუშაობდა ის წარმოება სხვა წარმოებას ებრძოდა, იქ 2 თუ 3 კაცი მოკვდა და მათ მოკლულებს შორის აღმოჩნდა შერიფი. ახლა წარმოიდგინეთ შერიფის მოკლა დანაშაული იყო და ისევ ბილი გაიქცა და დაიწყო ისევ ტრამალებში ასე თქვათ ველური ცხოვრება. საკმაოდ მოხერხებული ტიპი იყო იარაღს ხმარობდა ძალიან კარგად და ძალიან პოპულარობით სარგებლობდა. ამასობაში უკვე გაიწაფა, ცხენებს იპარავდნენ, პატარ-პატარა ვაჭრებს აყაჩაღებდნენ და უკვე მისი სახელი ცნობილი გახდა ნიუ-მეხიკოს ტერიტორიაზე და ერთ-ერთი ბრძოლა მერე მიდის მათ პროცესები, ნუ გავიწყდებათ მეგობრებო, ეს არის 17-18 წლის ბიჭი რომ ამხელა სახელი მოიპოვა და აქ უკვე პოლიტიკოსები ჩაერივნენ, მოიხსენებათ ახლა პოლიტიკოსები შავი ამბების გარეშე არაფერი არ ხდება და აი ესეთ ხალხს იყენებდნენ და ერთ-ერთ ასე ვთქვათ ბიზნესმენთა წრემ თხოვა რომ რაღაცნაირად დაგვიცავიო და დიდი ცნობილი ისტორია, აი ამერიკის ისტორიას თუ გადახედავთ და ველური დასავლეთის ამბებს თუ გადახედავთ, ეს ხდება თვითონ ეს ბილი დაიბადა 1859 წელს და 1878-79 წელს 3 წელი მიდიოდა ბრძოლა ამ მეწარმეებს შორის და შეიარაღებული შეტაკებები ჰქონდა და აი ეგ ბილი უკვე როგორც რეგულატორი, ანუ ძალიან აქტიურობდა და როგორც რეგულატორმა წარმატებას მიაღწია და ეს ომი გრძელდება 3 წელი. 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ომი და ბილის მხარემ ვის მხარესაც იყო ბილი, იმ მხარემ მოიგო, მაგრამ მერე უკვე ჯარი ჩაერია საქმეში, უკვე სახელმწიფო უკვე ვაშინგტონიდან წამოვიდა ჯარი და ეს არეულობა დააწყნარეს. ამ ომიანობით რო ძალიან ბევრი ადამიანები მოკვდა, რა თქმა უნდა ბილიც იღებდა ამაში მონაწილეობას და უკვე გინდა არ გინდა, ხო, კიდევ ერთი რა გამახსენდა. ესეთი ცნობილი ამბავია, რომ ამ ომების და ამ არეულობის შემდეგ ნიუ-მეხიკოს გუბერნატორმა უთხრა რომ მე შენ გაპატიებ ყველაფერს, მოდი შემთან შემხვდიო და ბილიმ დაუჯერა და წავიდა მოლაპარაკებაზე და მოლაპარაკებაზე დაიჭირეს და ციხეში ჩააგდეს. ეს კი აი როგორ არის ახსენე არ ვიცი ახლა მუზეუმში როგორ იქნება და ეს რო კითხო რომ ბილის შესახებ ხას უშმავენ რომ ყოველთვის რაღაც უსამართლობის წინაშე ხდებოდა ეს ბიჭი და იძულებული იყო ეს უსამართლობა თავისი ძალადობით გაემართლებინა. ციხიდან ის გამოპარვის დროს მოკლავს ორ წელს
და ჩვეულებრივად უკვე იწყებს ასე ვთქვათ თავისუფალ ცხოვრებას, თავრობასაც ებრძვის და გადის ტერიტორიაზე და ზოგადად მე ისტორიკოსები სპეციალისტები იძახიან, რომ 21 წლის იყო, როდესაც ის მოკლეს, ამასაც მე მოუყვებება ჩიგნის რო შევალ და ამ 21 წლის ასაკში მას უკვე მოკლული ყავდა 20 ადამიანი შერიფის კვლელობასაც მაგას აბრალებდნენ იმ დაცვის აბრალს და ნუ ფაქტიურად ეხლა ამ ადამიანს 20 კაცი ყავს მოკლული როგორ უნდა იყოს საზოგადოება მის მიმართ განწყობილი, თუმცა კი, მაგრამ პატივისცემი და ლეგენდარულ პიროვნებად შეიქმნა. შევიდეთ მუზეუმში, ალბათ იქ შიგნით ფოტოები იქნება და მან მოუყვები როგორ დაამთავრა მან ცხოვრება და ეს ვიცი, ზოგადად ვიცი, რომ ეს ადგილი, ანუ ახლა არ ვიცი, ახლა მე-19 საუკუნეში როგორი იყო, აქ მოკლეს ეს ბილი კიდი და სავარაუდოდ რო წავიკეთე შიგნით უნდა იყოს მისი ნაქონი იარაღები, რა ვიცი იქ რაც არის. ნუ შევიდეთ ერთ წუთით მუზეუმში შევიდეთ და დავათვალიეროთ. გადავერთოთ მე-19 საუკუნის სამყაროში. შემოდიხარ $8 შესვლა და აქეთ ეს ყოველთვის ეს სუვენირები რაღაცები რაც იყიდება და ჩვენ უკვე შევათუყე შიგნით. შევედით მუზეუმში, ყვითელ ხაზებს გაყევიო. აი ეს არის მისი ფოტო, ეს ფაქტიურად 19 წლის ასაკში ბილი, ნუ ახლა რომელია მე-19 საუკუნეში ფოტოგრაფია არის, ერთადერთი ორიგინალური თუ არ არის ორიგინალური, მაგრამ ერთი ფოტოზე მინდა მოუყვე თუ ის გაიჩითა, ძალიან მაგარი იქნება და ნუ პირველ რიგში ამ მუზეუმში რო შედიხარ, საერთოდ ხო იცი ყველაფერი ძველის მე-19 საუკუნის ამბებია ხო და სუნი თავისი სიძველის და ეს ყველაფერი ეს ფოტოები და აი ახლა მე მივყვები რა არის რომ ვიცოდეთ General Adventures ეს ალბათ ნიუ-მექსიკოს ისტორია, მაგრამ ძალიან გთხოვენ რომ ხელი არ მოვკიდოთ, მაგრამ ცოტა მოვკიდეთ უნარგის ეს უკვე ჯარისკაცების Union Army uniform ჯარის ფორმა ჩვენ ფილმებში ძალიან ხშირად გვინახია რომ ლურჯ ფორმებში დადიან ამერიკელი ჯარისკაცები და ესე შეუდგეთ მომაბეზრებელი რო არ იყოს მეც რა არის და ნუ ფაქტობრივად ძველი ნივთები როგორ ცხოვრობდა ხალხი ამ მე-19 საუკუნეში თავში ამ ტვერში ამ წეღანაც როთქი მანქანაში მაინც როგორი ენთუზიაზმი და ის უნდა ქონოდა რომ აი გარემო ხო აი უყურეთ ეხლა აი გამახსენდა რისი თქმა მინდა უიმე ნიკო ფიროსმანი დაიჭა არა გავს მეგობრო ნიკო ფიროსმანი ამდროს ნიკო ფიროსმანი არ არის მე ჩავიხედე ეს არის ის პიროვნება ვინც მოკლა ბელი კიდი თავიდან შორიდან რო შეხვდა ნიკო ფიროსმანი მეგონა ნიკო ფიროსმანს და ამდროს არ არის ბერეტი და ამას მე მოუყვები მოდი დავუბრუნდეთ ამ ფოტოს საუკუნეა რაღაც 20-მდელი პერიოდი და ერთ-ერთ სასტუმროს გახსნა ერთ-ერთ სასტუმრო ნიუ-მექსიკოში პიროვნებამ და რაღაცა სადღაც ჩაუვარდა აი ეს ფოტო ეს არის ორიგინალი არ ბუდიშით ეს ჩახეული ხელი არ მოკიდოთ მაგრამ რა ვიცი ხო ნუ ამ ფოტოზე მოგიყვებით და ნუ ეკიდა ახლა ეს ფოტო სასტუმროში თავის კაბინეტში და ნუ ერთ-ერთი ძველი ფოტო თითლებოდა და მე რო გაიკითხა დიდი ხანია ეს ფოტო კიდიაო და მე აღმოჩნდა ერთ-ერთი სპეციალისტი მოვიდა რომელიც ამ ბილი ამ ველური ამერიკის პერიოდს სწავლობდა და აღმოაჩინა რომ დაინახა აი ეს პიროვნება და ეს არის 18 წლის ბილი კიდი ორიგინალური სურათი და მის გარშემო ესე იგი რომელიც წესა 1878 წელს არის გადაღებული და დროთა განმავლობაში გავრცელდა მისი ხმა, მთელი ამბები და ისარგებლა ამ ფოტოს უფროსმა პატრონმა და ეს ფოტო
ფოტო წაიღო ვაშინგტონში მუზეუმში რაღაც სპეციალისტებთან და განაცხადა რომ მე აი ესეთი ფოტო მაქვს ბილი კიდის ფოტო მაქვს ხო და ატყდა ერთი აჟიოტაჟი იმიტომ რომ ორიგინალური იყო და ნუ ბევრი რო არ ვილაპარაკოთ ეს ფოტო ამ ფოტოში სახელმწიფომ გადაუხადა $5 მილიონი წარმოვიდგინეთ ეხლა მე კი მოვკიდე ხელი მაგრამ ეთქვა ის ნაღდი და ის არის იმ მუზეუმში იმიტომ ამერიკის ისტორიის მუზეუმში და ეხლაც რომ შემოვედი აი შევამჩნიე ეს ფოტო და იმიტომ თქვი და ეს ახლა გადიდებული ვარიანტია და ეს არის ბილი კიდი და ეს მისი მკვლელი ესე იგი ეს ის პერიოდი ეს ბერეტი რომელიც მე შემეშალა აი აქეთ ხო ვიყავით აი ეს ტიპია რა ეს ბერეტი აი ეს არის ბერეტი ვინც მოკლა აქვია მას ბილი და რატო ახლა ეს საინტერესო ფოტო ну თავისთავად ორიგინალური ხო არის მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს უკვე ჯგუფი იყო ხო ესენი ხო ერთმანეთს იცნობდნენ და ერთად იპარავდნენ ცხენებს ერთად იპარავდნენ აყაჩაღებდნენ და მიდიოდა წიოკი ერთად მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე როდესაც თავრობა მე წერან რო თქვი რომ ჯარი მოვიდა და კურმა და ჯარმა უკვე დაიწყო ამ მაფიოზების მოსპობა გავიდა პერიოდი და უკვე ერთი შერიფი ხო მოკვდა მეორე შერიფი მოკვდა და გადაწყვიტა რომ ამ ბილის ისევ და ისევ თუ ისეთი ადამიანი დაეჭერდა ვინც იცოდა მათი ცხოვრება და ეს ბერეტი გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდა იმ ოკრუგი როგორ ქართულად იმ ოკრუგი მეთქი აი ეს იმ უბნის შერიფი სადაც ეს აქვია ეს ბილი ტრიალებდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ წარმოიდგინეთ რომელიც კაცი რომელიც იყო ჩვეულებრივი ბილივით ცხოვრებას ეწეოდა გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდა შერიფი და ისე მოხდა რომ მე ბილის დაჭერაზე და მოკლაზე პრემია იყო გამოცხადებული აი ნახეთ აგერა ნახეთ wanted აი $5,000 $5,500 ბილი კიც $500 მაშინ დიდი ფული იყო და $5,000-მდეც ავიდა wanted და როგორც იცით პოლიციაში ასეთი რაღაცები ხშირად ხდება და ამ კაცმა მოკლა ბილი და როგორ მოკლა ამას მე ცოტა ხანში მოგიყვებით მაგრამ ეხლაც მოგიყვებით ამ შენობაში არ ვიცი ახლა ნახოთ რომ დავათვალიერებთ ეძინა ამ ბილის და მიიღო როგორც მეგობარი და რო ადგა და შემოვიდა ესე პირდაპირ ესროლა ამ ბერეტიმ ამ ბილის და 21 წლის ასაკში ეს ადამიანი აი ესე უბრძოლველად და ბრძოლის გარეშე დაიღუპა, ნუ მოკლეს. ამაში რა თქმა უნდა ბერეტმა ფული აიღო და 91 წელს მოხდა ეს ამბავი და 82 წელს ამ კაცმა დაწერა წიგნი ბილისა და იმის შესახებ, იმ პერიოდის შესახებ, ყაჩაღები როგორ ცხოვრობდნენ და ეს წიგნი გახდა ბესტსელერი. მილიონობით ეს ხდება 1980-იან წლებში და ისე შეუყვარდა და ისე პოპულარული გახდა ბილი, რომ 20 წლის შემდეგ ეს ბერეტი რაღაც ჩიკაგოს ქუჩაში ვიღაცამ ფანატმა მოკლა. ასე დასაჯა იმ მუხანათური მკვლელობისათვის, რაც ამ კაცმა ჩაიძინა ბილის წინაშე. ასე მოკლედ მოგაწოდეთ ამ ადამიანის ცხოვრების ასეთი მოკლე სიუჟეტი და ერთი ნახოთ რას თავაზობს მუზეუმი. ჩვენც ასე დავათვალიეროთ, რა თქმა უნდა ეს ძველი ნივთები. ეს ამბობ საპარკე მოხერსკამია, არ ვიცი. და იარაღები. ძალიან მაგრა ხმარობდა ბილი და ფაქტობრივად ბილისნაირი ტიპები ამ იარაღებს. ეს უკვე 19 საუკუნის დროინდელი ვინტოვკა თუ ქართულს. იარაღები გვაჩვენებენ ამ მუზეუმში. ახლა რომელი აქ ბილის ნახონი არ ვიცი, მაგრამ ის სიუჟეტი და ის გარემოებას ქმნიან, რაც იმ დროს იყო. აქეთ ეს ჩვენ რამდენ ფილმებში ამდენი გვაქვს ნანახი არა? აი კოლტი, სერიალი კოლტი და ამებით შეარსილი აგე აბურა აგე LM Soil Less First Attempts პოლიციელები რო დაიჭერდნენ და
ესეთი მომენტია რა, ეხლა მე ცოტა შეიძლება უცბად ყველაფერი ვერ გითხრათ, მაგრამ აი ასე თქვა ვიდეო თვალით თქვენ შეგიძლიათ ეს გარემო დაათვალიეროთ. და აი ერთადერთი ფოტო რომელიც ჩვენა ეს არის მისი სხვა ფოტო არ არის შენარჩუნებული და ის ფოტო რომელიც მე თქვენ გაჩვენეთ ის კვლელი და მწვერვი რო ერთად არიან. Billy Kids Riffle. ეს ძველი რუქა Chisman Territory Farm, New Mexico to Arkansas. ეს ძველი რუქა, ეხლა ჩვენ სადმყოფებით აგერ და აქ არკანზასი, აქ ნებისა, არიზონა, ქვემო ტეხასი. ეხლა აქეთ ეს ყველაფერი ძველი ნივთიერებებია, აი ძველი პიანინო, აბა უკრავს. არ აქვს. ნუ ამერიკელებს უყვართ საერთოდ ზოგადად მუზეუმი ვარიანტი არ არის, სადაც არ უნდა მიხვიდე. ეს რა არის ბაბების პირველი ელემენტები, სათამაშოც ხო ამასაც თავისი ისტორია აქვს და ბარბის მუზეუმში წავართ მე ეს მერე იყოს. აქ უკვე ძველი დროინდელი როგორ ჭურჭეს მაროდა ხალხი. აქეთ რა არის? ეს დოლარის ელემენტები, როგორი დოლარი რა არის? რომელიც წლების თქვენ მოგეხსენებათ 28 წლამდე, 1928 წლამდე ნებისმიერ დოლარის იმაში ვერცხლის და ოქროს ისინი იყო და რა ქვია ძაფები და ძალიან ღირებული იყო, მაგრამ მე ეს ოქრო ამოიღეს და უკვე ქაღალდის ის გახდა. აქ რა არის ეს სხვადასხვა ფულებია, ამერიკულია, დოლარები, არა სხვა ქვეყნების დოლარები აგერ არის. Foreign money, უცხოეთ foreign money არის. ნუ ეხლა აქ ეთყობა მაინც ყაჩაღური ცხოვრების ელემენტებია და ეთყობა რაც ფული აღმოაჩინეს ამ ყაჩაღებში ის მომენტია რა. ნუ მუზეუმი მაინც თავისას აკეთებს რომ რაღაცად ინტერესები. ეს ვინაი. რა თქმა უნდა ეხლა ასე უცბად პატარა მოკლე ხანში ასე მოუმზადებლად ჩვენ ამბავში ძველი ნივთებია, რომელიც გადიხარ და ათვალიერებ. ეხლა თქვენ იცით რომ მე ასე თქვა იარაღის მიმართ არ ამაქვს ესე დიდი ინტერესი არ გამოვხატავ. თქვენ იცით რომ მე ვიცი ეს რა არის სისხლი, უბედურება, სიკვდილი ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ არიან ადამიანები აი ეს აკანკალით იარაღებს რო უყურება, მე არა, მე ეს ატრაშენია ქართულად როგორ არის, არა, ჩემთვის არის ადამიანის სიკვდილის და უბედურების საშუალება. აქეთ რა ეს თეზები ხო? ცხენს რო დაარტყმნენ, როგორი ის ქონდა თეზები, ეს ყველაფერი ამით ჩაცმო არ გინდა როგორი აგერ ესეც სამხედრო ფორმა. ესე დიდი ფორმები არ არის, ეტყობა მაინც ადამიანები პატარები იყვნენ. ხო, აიგერ არის ესეც ამერიკის ამ ვესტერნში ქალბატონიც იყო, ჯეიმ, რომელიც სულ არ ჩამორჩებოდა ამ ასე ვთქვათ, აჭაღებს და სიმართლის მებრძოლ ადამიანებს. მაგრამ უბრალოდ ეს ბილი იმით არის ცნობილი, ყველაზე პატარა იყო, წარმოიდგინეთ 21 წლის ეს რა არის, 21 წლის ასაკში ამ ხელა სახელი მოიპოვა ბილი კიდმა. აქ რა ხდება, ბარეთ ბილია. აი ბერით ბილის წიგნია ერთ-ერთი პირველი გამოცემა და ძალიან ბევრი წიგნებია მის შესახებ გამოცემული და 40-იანი წლების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან ბევრი ფილმები გამოვიდა ბილის შესახებ, აი ამდენი წიგნები დავაისთავა და ფილმადმა ჰოლივუდმა თავისი საქმე გააკეთა და აგერ უკვე არ ვიცი თქვენ თვითონ ჩათვალეთ, ყაჩაღი იყო, არ იყო ყაჩაღი, ფაქტია რომ ყაჩაღის ერთ-ერთ მუზეუმში დავდივართ
და არა მარტო ერთი მუზეუმი, ამ ბილის მუზეუმები ყოფილა ძალიან ბევრ ადგილას. ერთი წავიდეთ აბა სად ცხოვრობდა სად მოკლეს პირველ რიგში ეს ბილი თუ არის აბა ნახოთ. ეს გარეთავართ. ნუ ამ იმაში ხედავთ სამუშაო ინსტრუმენტებში. ნუ მე-19 საუკუნის ასე ვთქვათ ყოფითი სამუშაო ინსტრუმენტები რა არის ახლა მე ამაში არ ჩავწდები. შევიდეთ იქ რა ხდება. ინტროიაში იქით არ შეიძლება შესვლა. ეს რა ის უცხოური. ეს ძროხა რომელსაც 4 ფეხი ძროხა კი ასე ხო რომელსაც 8 ფეხია რა ეს უკვე მომენტები ხო არის ხოლმე არაბუნებრივი რაღაცები რო ხდება ეთქობა ეგ მომენტი. აქეთ სამუშაო ინსტრუმენტები ჩათვალეთ მე-19 საუკუნის სამუშაო ინსტრუმენტები ეს აპარიკმახერის კამი. კიდე ამბავია ახლა აქეთ სახურავ ჯერ მოდი ეჭე საიდან დავიწყო აღარ ვიცი. ეს უნაგირების კოლექციების ამის თოთათი პარკია. ეხლა მე ბავშვობა სოხუმში ვარ გაძეწებედაში დავდიოდი ხომ ისე მიხარობდა ხოლმე უნაგირების ამბავში. თავისი ხელოვნება. ეხლა ტეხასი და ეს აქეთ ამხარე ძირითადია შემოსავალი ამათი მაინც მეცხოველეობა იყო. ეს რა არის და ეს კლუბოების მთელი კამრები და ასე შემდეგ. აქეთ რა ხდება? აქ საბეჭდი მანქანები. ეს საბეჭდი მანქანები მე მიყვარს. წერაზო იდეა მოუვა და მე ადრე ფურცლი წერდნენ და მე ეს საბეჭდი მანქანები გამოვიდა ამით დაიწყეს. ალბათ ესეც ძველი მოდელებია. ეს უთოები, ტელეფონები. ნუ მუზეუმია და მუზეუმი თავის საქმეს აკეთებს რა სიძველებს და აქეთ ეთყობა ძველი სათამაშოები. ბავშვები რო თამაშობდნენ. ეხლა ეს მანქანები მე-20 საუკუნის არის. ასე შემდეგ და აი უკვე Capcom collection donated barca ეს ვიღაცა გვარია აუგუსტუნა ვისაც ქონდა კოლექცია და ამ იარაღების ამ პისტოლეტების კოლექცია ქონდა და ეს დონაცია ანუ შესწირა ამ მუზეუმში. გამოვიდი და აქეთ წავედით აბა აქეთ რა ხდება. იქით რაღაც ნაცნობია ჭაჭის საცხეს ეს ფეჩი რა როგორ ვეძახდით კერასინკას ვეძახდით ხოლმე ეს შალესი ქვა შეხვეში აქ სხვადასხვა ისტორიები ბილის ხორებიდან ამას ახლა არ დავუყრები დიდი დრო წავა სად რა ხდება ნუ აქტიური ადამიანი იყო, მღეროდა, უხაროდა ადამიანებს უყვარდა და ნუ თავისთავად არსენასავით იყო რა, დადიოდა მთელი არსენაც ხო დადიოდა ხალხში და უყვარდათ რა. ატივსენდნენ, მაგრამ მომენტი ახლა ეს ამის ნატურები ღამე რო გაანათო ეს ასწორო და ეს ფეჩები და აი აქეთ მიიღო ჩემო ყურადღება ნახეთ აი ვისა ჭაჭა უყარს და ჭაჭის და არყის გამოხდა, აი ამათაც ქონიათ არყის გამოსახდელი აპარატო თუ როგორ არის მე. ახეთ ეს ქვაბია და არა არყის გამოსახდელი არა ქვაბია. ესე მოატრიალო, მაგრამ კინის ის არის რა. მე კი ჭაჭის გამოსახდელი მეგონა. აქეთ რა ხდება ეს უკვე ურმები ძველი აი წარმოიდგინეთ აი როგორ დადიოდნენ აი ჯახჯახით ეს უკვე აბა დიდარი ხალხის ის არის ეს არა ეს კუბო ეს მე კუბო ეს ის იყო რა ეტლი აი ვინმე რო გარდაეცვლებოდა კუბს დადებდნენ და შავებში და სასაფლაოზე ასე მიყავდათ მიცვალებული აქ რა ხდება? ნუ ურმების სხვადასხვა სახეობები და აქვე არის უკვე მე-20 საუკუნის ალბათ ტრაქტორი.
ხო არ მინდა. კარგი, ну ასე თუ ისე წავედით ეს ასე თუ ისე რაღაც შთაბეჭდილება შეგვექნა, მაგრამ ეხლა მე მინდა ის ოთახი თუ მოგცეს იმის საშუალება სადეძინე იმ კაცს. სად მოვედი აქ სადაც და აი ეს რა არის სასაფლაოს უიმე აქვე ყოფილა დაკრძალული. არა, Tom O'Falley died December, Charlie Bowden died December, Billy ხო, აქ არის, აქვე ყოფილა სასაფლაო მისი. აუქნა მეგობრებო, ყვავილები დავდოთ. საპატივცემლოა თუ არ არის საპატივცემლო. რა ვიცი, ახლა მე ცოტა ირონიაში არ გამომივიდეს, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ აქ ყოფილა დაკრძალული. აი, აქ წერია. ეს მისი ნაღდი გვარი არ არის, თვითონ გვარი არის მაკარტნი, მაგრამ მე გვარებს იცვლიდა ხოლმე და ეს შეინარჩუნა ბილი კინგი. აი, ვიკით ბორn ესე 1860 წელს დაიბადა და 1891 წელს გარდაიცვალა. და აქ არის დაკრძალული 21 წლის ასაკში. გვერდზე არის ჩარლი ბოუდე ვიღაცა ეტყობა ესეც მაგის მაგვარია Tom O'Falley და ასე შემდეგ აგერ გვერდზე კიდე სხვა სასაფლაოებიც არის. ახსოვთ იქ რო ვიყავ ელვის პრესლის მუზეუმში და იქაც ხო იყო მაგის სასაფლაო. და მე მახსენდება კიდე მე ვარ ნამყოფი კოლხურ სახლში. კონსტანტინე გამსახურდიას და რა პერიოდში იცით, აი 91 ზვიადი რო გააგდეს და მე არეული იყო, ეს მთელი კოლხური სახლი იყო. მაშინ ეშინოდა ხალხს და მე ხომ მივედი, ავედი, მან გალის ქუჩაზე უნდა ასულიყო და ეს კოლხური სახლი აქვია სულ მიგდებული იყო და კონსტანტინე გამსახურდიას სასაფლაოსთან მივედი, იქ მაგის ეზოშია დაკრძალული და სასაფლაოს შევხედე, აი გამახსენდა ეს კონსტანტინე გამსახურდიას კოლხური სახლი. აქ რა ხდება? ეს ციხის იმიტაცია, აი როგორი ციხეები ქონდათ, რომ დაიჭერდნენ ხოლმე, ასე დაამწყდებდნენ, დაკეტავდნენ. როგორ უნდა გამოიქცე და აბა ეს უკვე ორიგინალური ფოტო ალბათ თავისთავად. He bars with jail came from down. აი საიდანაც მოუტანიათ ეს Miningtown, Kirkshire. ფოტო, ну, ციხე იყო რა, წარმოიდგინეთ, ასე აქ შეგაგდებდნენ. ნუშ და არ იყავი, არც ტუალეტი, არც წყალი და ასე შემდეგ. დავიწყებდით მოგზაურობას, მაგას ვამბობდი რა, აი ასეთ ადგილებში რომ დადიხარ, რაღაცა უნდა ჩაერთო მაგ პერიოდში და რა ვიცი, გამომა არ გამომა. პერიოდში ჩავერთოთ. აქაც გახდება მეტლები. აქეთ მოვდივართ. ეს არის autocar room gift. ეს აკვე თავდება? ის ოთახი სად არის? აი მეგობრებო. ხო, აგერ არის, აი ეს ოთახია, სადაც ეძინა ბილი კიცმეც კიდი და რო გამოიღვიძა, აქინა შემოვიდა ეს ბარეტი და რო ადგა პიტაპით დაახალა. ესეც იმ ოთახის სადაც ეძინა ბილი კიც. ამდენ რაღაცები ქონდა რაც ვახა. ხო, აგერ გიტარაც ქონია, იმიტომ რომ უყარდა გიტარაზე და რა ქვია მუსიკალურ ინსტრუმენტებზე თამაში და ფაქტიურად აგერ არის ეს მისი ადგილი, სადაც ბილი კიდმა თავისი ცხოვრების ბოლო მომენტები გაატარა. არ ვიცი, ცოტა შეიძლება არა უადგილო ადგილას ვამბობ, მაგრამ ზოგჯერ აქ გიფიქრიათ, ჩვენი ცხოვრების ბოლო მომენტს სად გავატარებთ. ამას გაიგებენ, იმას ეცოდინება, ვინც ჩვენ გაგვაცილეს ბოლო გზაზე. ალბათ ბილიმაც არ იცოდა, როგორ სად გაატარებდა თავის ცხოვრების ბოლო წუთს, მაგრამ ჩვენ კი ვიცით, რომ მისი ბოლო წუთები აი ამ ოთახში დასრულდა. წავედით. ვამბობ, ცხოვრება და სიკვდილი ძმები არიანო, ერთმანეთს ცვლიან, მაგრამ მორწმუნე ხალხი რას ვამბობ, სული არ კვდება, სული გრძელდება, ჩვენი სხეული აქ რჩება, მაგრამ ჩვენი სხეული მიდის მაღლა და განაგზობს ცხოვრებას.
თავარია ტირე რომელიც რა კარგი აქ სიგრილეში გამოვედი. ტირე რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ისეულად უნდა მოვახერხოთ. აქ რა ოთახია, აქ უკვე ძველი მანქანები. ეს უკვე 20-იანი წლების მაგარია რა. ამერიკა. ჩვენ გავსვათ მუზეუმში რო ვიყავით, იქ აიოვას მუზეუმშიც ძალიან hands off. ხელი არ მოკიდოთ. ისტორია. ეს მანქანები რო დადიოდნენ და ისა, ალბათ ეგონაც სულ იქნებოდნენ, მაგრამ გავიდა დრო და ისტორია ჩაბარდა და ჩვენი ცხოვრებაც ალბათ ჩაბარდება ისტორიას. ეს უკვე 50-იანი წლების მანქანებია. აი ეს 21 რო ყავდა როგორ აკავს. ფაქტობრივად ვიცი რომ 21 რუსებმა საბჭოთა პერიოდში თან გადმოიტანეს, მაგრამ რა ვიცი ხლა. ასე წვიმანები აღარ მახსოვს. for sale, ესეც იყიდება. ანტიკურ რაღაცას ყიდია. მიკვირს. მუზეუმში რაღაცა იყიდება. დონაცია ჩვენც რაღაცა ჩავდოთ აქ მუზეუმის განვითარებისთვის. $5. ეს არის ციხის მანქანა. კარგია. ბენზინის და უკვე თავდება ჩვენი ასე ვთქვათ მუზეუმის ამბები და გავართ უკვე სუვენირების მაღაზიაში. აქ რა ხდება ეს ვინ არის? არ ვიცი ეს ვინ არის, არ ვიცი. ეს სპორტსმენები და ეს უკვე ცალკე ისტორიაა. საჩუქრების მაღაზიაში შევიდეთ, სუვენირები და საჩუქრები და ალბათ ფოტოები იქნება. აი, აგერ არის. ბიელი ხა 18 წლის ბიჭი. ძმაო, რამდენი კაცი ყავს მოკლული? იძახიან 21, მაგრამ like picture with Billy, take picture with Billy Kids. გადაიღეთ სურათი Billy Kids-თან და გადავიღოთ ჩვენც. თავში არ ჩამარტყა. ეხლა როგორ ფიქრობთ ეს კეთილია, გმირია, არა გმირია? აი თქვენ როგორ ფიქრობთ? მაგრამ გმირია თუ არა გმირია, ეს ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მომენტია. ეს პიროვნება იყო თვალსაჩინო, ლეგენდარული პიროვნება. შეიძლება აჯანყები ლეგენდად, არ ვიცი. ეხლა ეს ჩემ მეგობარს როგორ შეხედა? რა არის კარგი, როგორი ცუდი, ვინ არის ცუდი, რა არის კარგი, ეს უკვე რა არის ცით, აი მე ვიტყვი რომ არც დავიღლები რა. სამწუხაროდ ადამიანები დაცემული ბუნების მატარებლები ვართ და ვიტყვის რომ ადამიანები იდეალურად გავივლით ჩვენ ცხოვრებას. და აქედან გამომდინარე ამ კითხვას ასე თქვა დღეად დავტოვებ. ცოტა გაველი ამ მაღაზიაში და პატარა სუვენირები ავიღო, ვიყიდოთ და ჩვენ ხომ მართავთ ხოლმე იმებს ვიქტორინებს და ამით დაგვრა რაღაცებს და ზოგჯერ გამარჯვებულებისთვის თავისთავად ამ პატარა სუვენირებსაც გადავცემთ. აბა კარგად პირ სიცხეა. ნიუ მექსიკო უფრო სწორედ. კარგით მეგობრებო, ესეთი პატარა ტური გავაკეთეთ. ის კითხვა ეს ამერიკელი იდი ამერიკელი არსენა თუ არა? ეს უკვე თქვენთვის მომინდია, მაგრამ ფაქტია რომ ისტორიაა და პიროვნებებს, მუზეუმებს და იქით მაღლა ვერ ავედით ხო? იქ უკვე
მისაც იქ არ შეგვეშვეს. ნუ ასეა თუ ისე მეგობრებო, ძალიან ბევრი ფილმები და დოკუმენტური ფილმებია გადაღებული ამ პიროვნების შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ და ჩემი საშუალებით ის ადგილები გაჩვენეთ, სადაც ეს პროცესები ხდება და დანარჩენი უკვე თქვენთვის მომიდია ფანტაზია, ფიქრები, აზრები და ასე შემდეგ. დავიმშვიდობოთ ამ ადგილს და გავაგზავნოთ ჩვენი გზა. არა, კარგო. ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და სულიერ სიმშვიდეს. ბილები, გიჯები და გადარულები ჩვენ აქ გვჭირდება, ჩვენ გვინდა ჩვენი სულიერი და ღირსეული სიმშვიდე. კარგით, მეგობრებო, დაგემშვიდობებით. იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში.